და ამაზე მინდა აი თქვა და ჩემი გზავნილი არის თქვათ ახალგაზრდებთან და ყველასთან რომ ძალიან მწარე გამოცდილება მქონდა, იმიტომ რომ მარიხუანა მე ისეთი ხშირი მოხმარებელიც არ ვიყავი, იმიტომ რომ აი მე თვითონ მაგალითად მაგის საყიდლად არ დავდიოდი. მაგრამ ჩემ მეგობრები ხა ხელოვნების ხალხი მომღერლებს ყოველთვის ჰქონდათ ეს მარიხუანა, ხან ჭამდით და ხან ეწეოდით და ასე შემდეგ. ჭამის მეთოდიც არსებობს, არის ბრაუნებში რო ურევენ და ასე შემდეგ. მე ამან გამოიწვია ჩემში აი რაღაცა 99-2000 წლისთვის ძალიან დიდი გართულებები. რომ მქონდა უკვე დამეწყო დიაბეტის გარდა მე დამეწყო ეს ქრონიკული ეს ძალიან სერიოზული ნერვიული ძალიან რთული მომენტები რა. რამაც კი ნაღა მომკლა. კი, პარანოიაში. ანუ მარიხუანას ახასიათებს ეს ერთ-ერთი მთავარი ნიშან-თვისება უარყოფითი არის პარანოის გამოწვევა იცის და მქონდა ძალიან სერიოზული პარანოია, რომლის წყალობითაც დაახლოებით 12ჯერ მინიმუმ და ზოგჯერ მეჯერ სახლიდან გავდიოდი და აღარ ბრუნდებოდი. და ახლა მარტო როცა ხარ სახლში და გადიხარ და აღარ ბრუნდები, შეიძლება არც არავინ არ მოგიკითხოს, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ვიღაცაები იყვნენ და რომ გავდიოდი ხოლმე და დღეების განმავლობაში აღბრუნდებოდი და დავძურწოდი რაღაც ადგილებში და იქ როცა ესე დადიხარ, მაშინ ყველაფრის შანსი არის, შეიძლება თვითონაც გადავარდე სადმე ადამიანი, ღმერთმა დაიპაროს ყველა. ძალიან დიდი რისკია საკუთარი თავისთვისაც და ყველა იმ ადამიანისთვისაც, რომელიც შენზე ფიქრობს, არა? და 12 შემთხვევა მქონდა, როგორც მინიმუმ სამედიცინო თვალსაზრისით, როდესაც ვიყავი პრაქტიკულად შოკში ჩავარდი ამის მერე და ну რამდენიმე დღე საერთოდ რამდენჯერმე ერთხელ საერთოდ სულ მარტო ვიყავი და 2 კვირაზე მეტი და მე სამსახურიდან მიკითხეს და ბოლოს ჩემმა მეგობარმა რაღაცა დამინიშნა ეს რომ მოკლედ სასტრაფოში წამოყვანეს და იქ ნემსები გამიკეთეს და რაღაცეები და ძლივს გამოვედი მდგომარეობიდან. როგორ დაამარცხე ექსენი? ხო და ძალიან საინტერესოა, მე მიჭირდა ამ სენის დამარცხება, იმიტომ რომ ეს პარანოის შეტევები და ნუ აი ეს ძალიან დიდი ნევროზული მომენტები იყო, ფატალურ შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ამან, არა და ეს პირდაპირ და პირველად ამაზე თვალი ამიხილა ქალბატონმა მზია გომელაურმა, რომელმაც პირდაპირ აი პატარა ინტერვიუ ჩაატარა, შემთხვევით ძალიან საყვარელი ადამიანია, აი უმაგრესი, უდიდესი ფსიქოლოგია ჯერ ეს თვითონ და საოცარი პიროვნებაა და ნუ ახლა მის ოჯახში ვარ გაზრდილი ბატონ თემურთან და გიორგი მარგველაშვილის დედაზეა საუბარი, ხო? კი და ახლა პირდაპირ თქვა რა, იმის მერე აი დაახლოებით 5 წელი დამჭირდა რომ ბოლომდე გამოსულიყო, თლაც მარტივი არ იყო, მაგრამ აი მე 2005 წლიდან ამ დაავადებამ გამიარა პრაქტიკულად და ნუ იმის მერე ეს აღარ დამმართნია რომ 2005 წლიდან პრაქტიკულად უკვე 20 წელია შედარებით რა თქმა უნდა ახლა დიაბეტი და ავტოიმუნური და 1000 რაღაცები შეიძლება ქონდეს ადამიანს რომელიც ნერვებზე მოქმედს ნერვები ყველას თუდად გვაქვს და მით უმეტეს ამ ქრონიკულ მაგრამ აი ეს რაც მჭირდა ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ეგ აშკარად აი ქალბატონი მზიას ამ რჩევის მერე და აი ნამდვილად მადლობელი ვარ ქალბატონი მზიასი და ნუ არაჩვეულებრივი ქალია და ძალიან უცებ პირდაპირვე დამისვა დიაგნოზი. ამას მომარჩინა პრაქტიკულად სიკვდილის პირას ვიყავი, იმიტომ რომ ძალიანაც ჩემი მიერ გამოწვეული იყო, იმიტომ რომ მოვწიე ზედმეტი ან კიდე ნამცხვარი ვჭამე რაღაცა ესეთი რომ კინაღა მოვფრინდით საშივა რა და დღეს ვქეთ, ამიტომ ეს მითი რომ მარიხუანა არავის არაფერს ყველაფერი უშავებს. აი ნარკოტიკი არც ერთი არ არის კაი და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან დიდი დაავადება და არ შეიძლება ამის მოხმარება და არ შეიძლება ასე რაღაც ღიად პროპაგანდისტულად ამის გავრცელება ყველგან რომ ეს იმიტომ რომ ამას მოუკლავს ბევრი ადამიანი და მე თვითონ კი ნაღა მომკლა.